მაღალი რანგის სტუმრის დახვედრის საზეიმო ცერემონია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გაიმართა. ადგილზე იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ხიდიშელი, რომელიც პირდაპირ ეთერში განაგრძობს თემას. ქეთი, გისმენთ. ნინა, თურქმენეთის პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა. აქ გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ამ წუთებში თურქმენეთისა და საქართველოს პრეზიდენტები მართავენ პირისპირ შეხვედრას. აუდიენციის დასრულების შემდეგ შეხვედრა გაიმართება უკვე გაფართოებულ ფორმატში, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს უშიშროების საბჭოს დივანი, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში ვიზიტად მყოფი დელეგაციის წევრები. შეხვედრის მთავარი თემა იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება. დღეს ასევე იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მოიცავს რამდენიმე სფეროს, მათ შორის არის სპორტი, კულტურა და განათლება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში აქვს გეოპოლიტიკურად განსაკუთრებული მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაძლიერებისათვის. თურქმენეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო საქართველოსი. ის არის საკვანძო აბრეშუმის გზის განვითარების თვალსაზრისით, გზისა, რომელმაც უნდა გაიაროს საქართველოზე, რომელმაც ძალიან ბევრი პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და სხვა შორის ეკონომიკური სარგებელი უნდა მოუტანოს ქართულ საზოგადოებას. დღეს გაფორმდა საქართველოს და თურქმენეთის შორის ხელშეკრულება კულტურის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ ერთი ბიძგი იქნება ამ თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაზიარებელი და საჩვენებელი თურქმენ ხალხისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხრიდან ეს ინტერესი არის. თურქმენეთის პრეზიდენტი ბერდიმუჰამედოვი საქართველოს დღეს ეწვია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. თურქმენეთის დელეგაცია საქართველოს ხვალდატოვებს. დიდ მადლობა პირდაპირ ეთერში ქეთი ხიდიშელის.